ჩემი ორი დიპლომი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ პარლამენტში შევეშვი როგორც მედიის წარმომადგენელი და გამეშუქებინა სრულიად არალეგიტიმური პროცესი, თუ როგორ დასვამს უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად 200-ზე მეტი ქოცი. პარლამენტში ვერ შევედი, მაგრამ პროცესი გარეთ ბევრად უფრო ლამაზი, საინტერესო და რაც მთავარია, ლეგიტიმური იყო. თობაში და ყინვაში შეკრებილი ადამიანები არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, არალეგიტიმური და უწიგნური პრეზიდენტის დასმას აპროტესტებდნენ. ქოც ხალხთან გამოსვლის ეშინია, თორემ დიდი სიამოვნებით დაუჭრიდა ბურთს აქციის მონაწილეებს. დიპლომებსაც დაუხევდა, რომ შეეძლოს. განათლებული და მოაზროვნე ადამიანი სძულს ავტორიტარს, რადგან მათზე კონტროლს ვერ ახორციელებს და ვერ იმონებს. დამონებულების დიდი კონცენტრაცია შეინიშნებოდა საკანონმდებლო ორგანოს შიგნით. ამრჩევებით დაწყებული არჩეულით დამთავრებული. სიის ამოკითხვით 224 ადამიანი გამოვიდა და ის გააკეთა, რაც ბატონს უნდოდა. ვითარების ტრაგიკომიკურობას პროცესის ერთპარტიულად წარმართვასთან ერთად მისი განხორციელების ფორმებიც ამწვავებდა. სამშობლოს ღალატ სიგნი არ ჭირდება. კიდევ კარგი რომ არ სჭირდება, თორემ ყაველაშვილისთვის ეს ნამდვილად შეუსრულებელი მისია იქნებოდა. როგორც გაირკვა ივანიშვილის საქართველოში არც პრეზიდენტობას სჭირდება წიგნი. ერთპარტიულმა და არალეგიტიმურმა პარლამენტმა და დანარჩენმა ხმოსნებმა ერთ კანდიდატიან არჩევნებში ყაველაშვილი აირჩიეს. ოცნების გამყალბებელმა ცესკომ კი ეს ყველაფერი გააფორმა. იოსებ რობაქიძე, ყაველაშვილი. ამ კაც მართლად ყვილა დათვლევინეს, მაგრამ ეს ის ერთადერთი შემთხვევა იყო კალანდარიშვილის თავმჯდომარეობის ისტორიაში, როცა მას არჩევნების შედეგების გაყალბება მართლა არ დასჭირდა. წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედა შენ ნაფოს როგორც მაქნავს მიდებული თუ არა მაქვს სპერტს მიდებული ხარი როგორც მინდა ჩვენთვის მოკლედ ეხლა აღარ მახსოვს ყაველაშვილი ორია თითქოს ეს ყველაფერი ერთი დღისთვის საკმარისი იყო, მაგრამ არა. საღამოს ქოც საახალწლო ზეიმი ჰქონდა დაგეგმილი, რადგან კახა არ დაუშვებს, რომ ახალი წელი არ მოვიდეს. ნუ წვალობთ, ჩემო მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი. კალაძის მტკიცებით აქციაზე შეკრებილი ხალხი ახალი წლის მოსვლას ეწინააღმდეგება, მაგრამ როცა რეჟიმის ჭანჭიკი ხარ ვერ გაიგებ, თუ რატომ არ შეიძლება გაზითა და სისხლით მოწყობილ რუსთაველზე ზილინას გამართვა და ვერც იმას გაიგებ, რატომ შეიძლება იდგეს ადამიანი ყინვასა და თოვაში ამის 24 საათი საკუთარი და მისი შვილების დასავლური მომავლისთვის. საზეიმო ღონისძიებისთვის ხმებისა და განათებების შემოწმებას ხალხის მხრიდან ყოველ ჯერზე საპროტესტო შეძახილები მოჰყვებოდა. ცხადია ქოცი ამას თვალს ადევნებდა. თუმცა იმის იმედად, რომ საღამოს საკუთარ მხარდამჭერებს შეკრებდა, არ მიგდებოდა. საზეიმოდ მორთულ რუსთაველზე დადგმული ეს განათების ბოძი კალაძეს არ გამოადგა, თუმცა აქციის მონაწილეებმა გამოიყენეს. და 45 წუთში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აქ რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საახალწლო ნაძვის ხე უნდა. ანთოს მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. თითქოს ყველაფერი მზად იყო, რომ რუსულ რეჟიმს ძალა გამოევლინა და საკუთარი ახირების გატანა ეცადა, მაგრამ ჰოის საოცრებავ ზეიმის ხალხი არ მოვიდა. მეორე მხარეს კი რუსთაველი აქციის მონაწილეებით გადაიჭედა. ეს ერთადერთი დღე იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა მამუკამ სწორად დაითვალა. ძალიან ცოტა ხალხი იყო.
ბავშვები, ძირითადად იყვნენ ბავშვების გარეშე. ქოცის ზეიმზე ხალხი არ მოვიდა, მით უმეტეს ბავშვები არ მოიყვანეს. ქოცებს საკუთარი ბავშვები ქოცებმაც კი არ გადააფარეს. კალაძის ნაძვისხის ანთება და ზეიმი გადაიდო. სულ რამდენიმე წუთის წინ ამას აქ არაფერი მოასწავებდა, იმდენად დიდი მობილიზება იყო საპოლიციო ძალების, თუმცა ზოგადად ასეა, რისი თავის და გამბედაობაც ადამიანს არ გაქვს, ის არ უნდა დაიჩემო. თბილისის მერმა დღეს აქ რუსთაველზე ხალხთან მოსვლა ვერ გაბედა და შესაბამისად ზეიმიც ჩაიშალა. არც არავის ეზეიმებოდა აქ. თავისუფლების მეტროსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ პარტაქტივს და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებს უკვე ადგილზე მისულებს შეატყობინეს, რომ ზეიმი გადაიდო. ხალხი იქვე მიატოვეს და რუსთაველი მანქანებით დატოვეს. მაგაზე არის. ხო და არის. გადაიცი, რა გადაიცი. შედარებით დაბალჩინოსნებმაც გვიან გაიგეს ზეიმის გადადების ამბავი და რომ ეგონათ ჩვენია რუსთაველიო და გამოისეირნეს, ზუსტად მან დახვდათ სიურპრიზი. ვერა ანთეთ ნაძვისხე? გაგიხარდა? არა, მე არაფერი არ გამიხარდა, მაგრამ ვერა ანთეთ ისე რომ იცით რა არის რომ? რა არის? ერთი რამე უნდა იცოდეთ რომ აქ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე თქვენ ვერა ანთეს. ამიტომ ყველაფერი აინთება ამ ქვეყანაში. ნაძვისხეც, სიცოცხლეც და ყველაფერი ის კარგი. ამდენი ხალხი რო შეკრებილი არის 20 დღე არის რუსთაველზე, ანუ აი აქ ნაძვისხე რო არ უნდათ ვერ ხედავთ და რომ არავის არ ენაძვისხება ქვეყანაში, რომელიც რუსეთში მიყავს ამ ხელისუფლებას ბატონო ირაკლი. ერთ რამეს გეტყვით თქვენ. ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ ამ რამოდენიმე ადამიანის. ასეული იქნება თუ 1000-ეული. ეს ქვეყანა, ეს პროსპექტი, ეს ქალაქი არის ყველას. აგეთოთ მაშინ, აგეთოთ. რატო ვერ აანთეთ? ნუ ნერვიულობთ. მე ნერვიულობ, კი, ნერვიულობ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა მე მინდა რომ იყოს ევროკავშირში, ბატონო ირაკლი, ნერვიულობ. ნერვიულობ, იმიტომ რომ ადამიანებს ასისხლიანებენ ამ გამზირზე 20 დღე არის და რა თქმა უნდა, ჩემ კოლეგებს ურტყამენ და რა თქმა უნდა რომ ნერვიულობ, თქვენ არ ნერვიულობთ, ხალხს თქვენ თუ ურტყამენ. გნებავთ რომ თქვენი ხალხს ურტყამენ, ბატონო, ხალხს ურტყამენ, თქვენ არ ნერვიულობთ. შეკითხვას მოისმევთ, მე შეკითხვაზე. ხალხს რომ აქ ურტყამენ და ასისხლიანებენ, ნერვიულობთ თუ არა? აი ამ კითხვაზე მინდა პასუხი. პასუხს გაგცემთ. ნერვიულობთ თუ არა? ერთ რამეს გეტყვით, რომ ეს თქვენი ნარატივი, რომელიც არის ტყუილი თავიდან ბოლომდე. რა არის ტყუილი, რომ ხალხს ასისხლიანებენ? თუ შეიძლება მათქმევინდეთ ჩემი აზრი. იმიტომ რომ თქვენ არ გინდათ არაზროს ნორმალური. მე მინდა ეს ქვეყანა რომ შევიდე, წავიდეს ევროპისკენ და გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩემზე მეტი არ თქვენმა გაგიკეთებიათ. პრემიერმა თქვა რომ ეს პროცესი გავაჩერეთ. ჩემზე მეტი არ გაგიკეთებიათ. პრემიერმა თქვა თუ არა რომ გავაჩერეთ ეს პროცესი. და აი ამ თქვენ რო იტყვიან ნარატივს უაპელაციოდ არ იტყვით და ცოტა ღრმად ჩაუფიქრდებით რა ითქვა? თქვენ რა ჩაუფიქრდით? თქვენ რა ჩაუფიქრდით რომ ითხრათ? ამაზე არ მიპასუხეთ რომ ნერვიულობთ თუ არა ხალხს რო ასისხლიანებენ. აი ამაზე რომ მიპასუხოთ რა. მე მგონი თქვენ კი არ ნერვიულობთ. ამაზე ნერვიულობთ თუ რომ არა? მუდმივად ეს გაწუხებთ თუ არ გაწუხებთ თქვენ საერთოდ? თქვენ ეს გვაწუხებთ და ეს ყველაფერი არ არის სამხელისუფლების ხელწერა და ამაზე აბა ვისი ხელწერა არის ბატონო 20 დღე ერთი რამეა გამოკრული არის ბანერი დასისხლე ერთი რამეა ბანერი ნახეთ იქ რო არის გამოკრული ნუ დაესხმებით თავს პოლიციას და არავინ პოლიციას თავს არ ესხმის აი ეს ადამიანები ჩემი კოლეგები იქ რო არიან გამოკრულები ჩემი კოლეგები იქ რო არიან გამოკრულები ვის დაესხნენ თავს გურამ როგავა თავს ვის დაესხა გურამ როგავა ვის დაესხა თავს მაკაჩიხვაძე ვის დაესხა თავს ჩვენ ისიც ვიხილეთ მარიამ გაფრინდაშვილი ვის დაესხა თავს ეკა ბერაძე ვის დაესხა თავს მიპასუხეთ ვის დაესხა თავს ბატონო ირაკლი წაიღეთ სამახსოვროდ ჩვენგან აიტო მაგრამ მე მგონი ეს არა ჩემშულს არ მოყანილი მე მგონი ეს არა ცხადია ირაკლი და დანარჩენები არც ნაცემ ადამიანებზე ღელავენ და არც ამ ქვეყნის მომავალზე. ყველა ვინც ახლა სისტემის ნაწილია და მის დროებით და უკვე შერყეულ მდგრადობას ამაგრებს, მხოლოდ საკუთარ თავზე და ბატონის ბრძანებების ზედმიწევნით შესრულებაზე ღელავს. შემები გომდრეს ზაგიკითხა ზღაბარი კითხრა გიხდება შენ ოცნებები ახალი რომასეთი მასე
იყო დრო ქოც საკუთარი რუსული ზრახვები ჯერ კიდევ კარგად ჰქონდა შენიღბული და ზღაპრებს და ოცნებების ახდენას გვპირდებოდა. ხალხის რაღაც ნაწილსაც აჯერებდა. ახალ წელს ემღერებოდათ და ეზეიმებოდათ. იოლკასაც ანთებდნენ, ხალხის ნაწილსაც იყოლიებდნენ. ახლა კი ყველაფერი იმდენად შავთეთრია, ქოცი საკუთარ ტყუილებს ვეღარავის მოახვევს თავს და ვერც ვერავის აიყოლიებს. აი ამ პარტიული აქტივის გარდა, ცხადია ესეც დროებითია და ამ ადამიანების მონდომება ქოცის ძალაუფლების გაფრობასთან ერთად გაუფეროვდება. გაჩუებენ, გადართეთ სხვა არხზე, გადართეთ პროპაგანდისტული არხის გარდა ნებისმიერზე გადართეთ. ხო, რუსულ არხზე რო გინდათ რომ გადართოთ, მაგას გელაპარაკებთ. შემოვადით თქვენ ახართ. ის რუსით შემოვადა თქვენი გულისთვის შე. აგერ ალბათ მიორა რუსულ არხზე. ორად გაყოფილი ერი ხო და შუაში პოლიციის ხოცების დამსახურება. იძინას დამსახურება. ერთი წამი რა. ყველაფერი მოგადაგა. იძინას დამსახურება რომ იძინას დამსახურება ისა. ყველაფერი. ის რომ ნორმალური ხელფასი არ გაქვს, ნორმალური პენსია არ გაქვს. ადამიანის უფლებები დაცული არ არის. ცოტა სხვა რაღაცა. თამას აწიეთ. ცოტა თამას რაზე? აი მაგალითად. რაზე? აი ხო კასეტური ბომბი არ ხივა ეხლა, ხო? გაჭუებენ. არაფერი არც ეგ არის პროპაგანდისტის გამოგონილი. პროპაგანდისტის გამოგონილი ნარატივი არის ხელისუფლებაში არ არიან, ჯედა გადადგა ნახევარი ქალაქი და ტაძრებში და ოჯახში ვარდებიან. ჩვენ არავის აწარში არ ევროკავშირში მაგიტო უნდა შევიდეთ რომ არა შევიდეთ არა თქვენმა პრემიერმა თქვა რომ არ შევიდეთ 2030 წლამდე ევროკავშირმა თვითონ გაფართოება მასეთი რამე არ უნდა შევიდეთ ამათგან არავისთვის დამისვამს კითხვა, ისედაც ცხადი იყო, რომ ამდენი და ამასაკის უბავშო და აგრესიული ადამიანი ნაძვის ხის ზეიმზე საკუთარი ნებით არ მივიდოდა. მაგრამ მიცნეს და თავად მომვარდნენ გამწარებულები. მგონი ბატონმა რომ ტყუილად მიიყვანა იქ მაგ ჯავრის ჩემზე ამოყრა უნდოდათ, მაგრამ უფრო გაბრაზებულები წავიდნენ. თუმცა ამ ადამიანების გამწარების მასშტაბით ბობოლა ქოცების გუშინდელი დღით გამწარების ხარისხსაც შეგვიძლია მივხვდეთ. არც ვაპირებდი ჩაწერას არავისთვის. არც ერთი კითხვა არ დამისვამს. არ ჭირდება შენი კითხვა, მოლადად დასწრია კითხვები. ნამდვილად. ნამდვილად. კბილი ჭამეთ ქალბატონო დამშვიდები. კბილი ცხადია მე არავის დავცინი, პირიქით თქვენი ბატონი დაგცინით. მე მხოლოდ ვწუხვარ ამის გამო და ეს ბრაზი ზუსტად მისკენ უნდა მიმართოთ. მათ შორის მაგიტომაც დგას ხალხი უწყვეტად თითქმის 20 დღეა რუსთაველზე რომ ამ ქვეყანამ თქვენთან ერთად ღირსება დაიბრუნოს, რომ თქვენ დაიბრუნოთ ახალი წლის აღნიშვნის ხალისი. დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება განსაკუთრებით დღეს, 4-შაბათსა და 5-შაბათს, ასევე ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. როცა თქვენივე მხარდაჭერილი რეჟიმი გიანონსებთ, რომ მსხვერპლი იქნება და მე საკუთარი შვილების მიყვანას გთხოვთ იქ, სადაც მათივე დადგმული პროვოკაციის შანსი ძალიან მაღალია, უნდა მიხვდეთ, რომ ან იდიოტად გთვლით, ან მინიმუმ თქვენი შვილების მიმართ უპასუხისმგებლოდ, ან ორივე ერთად. ცხადია, მშობლის ინსტინქტმა მაინც იძალა და ბავშვები იქ გუშინ არავის მიუყვანია, მაგრამ რეჟიმის დამოკიდებულება საკუთარი მხარდამჭერებისა თუ პარტაქტივის მიმართ კარგად გამოჩნდა.
ამიტომ ნუ იქნებით რეჟიმის მსახურები, ნუ იქნებით სისტემის ჭანჭიკები, ნუ გამოაყენებინებთ თავს ოლიგარქს, ნუ გაბოროტდებით, ნუ იქნებით აგრესიულები, გადმოდით ნათელ მხარეზე, ქვეყნის მხარეზე და იყავით მართლები საკუთარი სამშობლოსა და შვილების მომავლის წინაშე. იყავით ლაღები, როგორც მეორე მხარეს შეკრებილი ადამიანები არიან, სანამ რეჟიმი ცხვირპირს დაუმტრევს ხოლმე. თუმცა ვერც ამ ძალადობამ გატეხა სიმართლისთვის ბრძოლაში გულანთებული ადამიანები, რომლებსაც არც არავის დავალება სჭირდებათ და არც არავის მოწოდება ან ბრძანება, რომ სამშობლოს სამსახურში იდგნენ დაუღალავად და რომლებსაც ბედნიერებისთვის ნაძვის ხის ნაცვლად ანთებული ბუშტიც ყოფნით. ნუ იქნები ქოცი, იყავი ბედნიერი. 7 6 5 4 3 2